დიახ, ომის პროპაგანდამ, რაც ძალიან ხშირად გვესმოდა განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, როგორც ჩანს, წარმატებით იმუშავა და ამაზე მეტყველებს ის კვლევები, რომელიც დასავლურმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს. ამ შემთხვევაში რასმუსენის ფონდმა ჩაატარა კვლევა დემოკრატიის აღქმის შესახებ, სადაც საქართველო მოხვდა იმ ტოპ 3 ქვეყანას შორის, სადაც უცხო ქვეყნის მხრიდან სამხედრო აგრესიის შიში ყველაზე მეტად აქვთ. უკრაინელებთან და ფილიპინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად ეშინიათ ომის, სამხედრო აგრესიის და ეს ბუნებრივია გამოწვეულია მიმდინარე ოკუპაციით და ამას ემატება ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კამპანია ომთან დაკავშირებით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენენ საკუთარ მოქალაქეებზე და ომის შიშით ზაფრავენ საქართველოს მოქალაქეებს. ეს ბუნებრივია გამოწვეულია ქართული ოცნების მხრიდან პირადი ინტერესებით და ვიწრო პარტიული ინტერესებით. ყოველ შემთხვევაში ასე ხედავენ ამ ყველაფერს ანალიტიკოსები, რომლებმაც კარგად იციან როგორ მუშაობს საქართველოში დეზინფორმაცია, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა, რომელსაც კარგად იყენებს ქართული ოცნება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ წინა საარჩევნოდ ქართული ოცნების საარჩევნო პროპაგანდა, საარჩევნო ბანერები ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, რომ ბიძინა ივანიშვილს შენარჩუნებინა ძალაუფლება და საქართველოს მოქალაქეებში უფრო მეტად გაეღვევებინა ომის შიში, წარმოეჩინა თითქოს დასავლეთი არის, ასე ვთქვათ, დასავლეთისგან შეექმნა ომის ხატი თითქოს დასავლეთ საქართველოში. მეორე ფრონტის გახსნა უნდა და რომ ერთადერთი მშვიდობის მოყვარე არის რუსეთი, აბსოლუტურად ქართული ოცნების მხრიდან იყო სურვილი, რომ შეეცვალა ისტორია და ამაზე მოწმობს ის კვლევის შედეგებიც, რომელიც დემოკრატიის აღქმის ინდექსის მიხედვით დგინდება. საქართველოს მოქალაქეების გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ აუცილებელია თავდაცვის კუთხით უფრო მეტი ფინანსების, ასე ვთქვათ, გამოყოფა და ამ კუთხით ჯარის და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, თუნდაც ამან გამოიწვიოს მაგალითად გადასახადების ზრდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავდაცვის უნარიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო მეტად ფინანსების გამოყოფა. ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ერთადერთი ალიანსი, სადაც საქართველო იქნება ყველაზე დაცული, რომელიც გარანტი იქნება იმისა, რომ საქართველოში იქნება მშვიდობა და არა ომი, ეს არის ნატო და ევროატლანტიკური სტრუქტურები. რუსული პროპაგანდა ცდილობს საქართველოში დანერგოს ეს შემოჭრის შიში, ომის განახლების შიში, რომელიც ახლა უკვე სხვა სახესხვაობით, ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნის შიშით ინერგება და ძირითადად დაკავშირებული არის იმ ლეგენდასთან, თითქოს დასავლეთი აწარმოებდეს სხვადასხვა ქვეყნებში ომს რუსეთის წინააღმდეგ და მათ შორის deep state-ის მეშვეობით, ეგრეთ წოდებული deep state-ის მეშვეობით, აი საქართველოშიც ეს ომი აწარმოა დასავლეთის პოლიტიკურმა ელიტამ. სწორედ ამიტომ ეს პროპაგანდა უკანასკნელი წლებია ამას ნერგავდა საქართველოში იმისთვის, რომ შეემცირებინა დასავლური სენტიმენტები და გაეღრმავებინა, გაეღვივებინა რუსეთის მიმართ ესეთი ლოიალური განწყობა. ამას ვერ მიაღწია პროპაგანდამ. რუსული ოკუპაციის საფრთხე არსებობს არა მარტო საქართველოსთვის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც კი. აქ საკითხი დგას იმაში, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საქართველო როდის უფრო მდგრადია ევროპელ და დასავლელ კოლეგებთან ერთად თუ დღევანდელ მდგომარეობაში აბსოლუტურად მარტო დარჩენილი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთანაც კი საქართველო ასეთის არსებობის შემთხვევაში მარტო დარჩება ოკუპანტ ქვეყანასთან. მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის გორთარო ჩაივლის ტრასაზე და რუსულ დროშას რომ ხედავთ კარგამინჩი, ამ ფაქტორს ვერაფერი ვერ აჯობებს და ვერ გაანეიტრალებს. ამიტომ ქართულ ოცნებას თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ შიშის დაცვაში აქვს, მაგრამ ეს ის ცოდვა, რომელსაც მათ მოავკიდებთ ეს მთლიანად რუსებზე. რუსები დახელოვნებული არიან ამაში, თუმცა ნებისმიერი ავტორიტარიზმი მან ძალიან კარგად იცის, რომ იმისთვის რომ მოახდინოს მოქალაქის დეზორიენტაცია, ანუ შეუძლებელი გახადოს მის წინააღმდეგ მოქალაქის მოქმედება, ამისთვის მნიშვნელოვანია ეს მოქალაქე ყავდეს შიში, გამოდმებულ პროპაგანდაში, იმიტომ რომ შიში ჩვენ ძალიან საბაზისო
მოთხოვნებამდე დავყავართ, გადარჩენა ხდება მთავარი, რა ქვია, мотиваცია ადამიანის მოქმედების, ნაცვლად მაღალი ტიპის ღირებულებებისა, როგორც არის თავისუფლება, საბაზისო შიშებამდე და საბაზისო ინსტინქტებამდე ლამის დაგვიყვანა თავის პროპაგანდით ხელისუფლებამ, იმისთვის რომ მეტი არ მოვითხოვოთ ჩვენ. ბოლო თვეების განმავლობაში ქართული ოცნება ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და უფრო მეტად აღვივებს ომის შიშს საქართველოში, რაც რეალურია რუსეთის სამხედრო აგრესიიდან გამომდინარე, თუმცა ომი რეალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიმდინარე აგრესიას და გაუმართლებენ რომ ომს უკრაინაში, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც ძალიან ხშირად ღიად ამბობენ, რომ არის ყველაფერზე წამსვლელი და ყველა ქვეყანა არის მოწყვლადი რუსეთის აგრესიის მიმართ. ამ ყველაფერს ქართული ოცნება იყენებს ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ასე ვთქვათ, რუსულ დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე მუშაობს კრემლიც, უბრალოდ კრემლის ანალიტიკოსების თქმით, კრემლის იარაღი ახლა არის ქართული ოცნება და ქართული ოცნების ხელი ცდილობს ეს შიში გააღვივოს საზოგადოებაში. გარდა ამისა, კვლევითი ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატია საქართველოში და რატომ სურთ რეალურად ადამიანებს დემოკრატია. აქ არის ნათქვამი, რომ დემოკრატია საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიშნავს კეთილდღეობას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ წინსვლას შესაბამისად. ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა 80% ირჩევს კეთილდღეობას, რაც მხოლოდ ევროკავშირში და დასავლურ ალიანსებში გაწევრიანებით მიიღწევა.